და ისიც უკვე დადგა კონკრეტულად მაისის თვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულად უნდა გავაკეთოთ ჩვენ კონკრეტულად მაისის თვის პროგნოზი. ნახოთ კონკრეტულად როგორი პერიოდი იქნება თქვენთვის მაისის თვე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ის ყველაფერი ინფორმაციები, რაც მოცემული იქნება. უფრო ვრცელი კონსულტაციისთვის ამ არსებულ თემასთან დაკავშირებით ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით მომართეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდს. ენერგობალანსირებისთვის არხის მოწონება, გაზიარება, ჩემი ასე ვთქვათ ვიდეოს დაკომენტარება სურვილისამებრ, რომელიც გინდათ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლების როგორი იქნება არსებული პერიოდი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი, ფინანსური მდგომარეობა და სიყვარულის თემა. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტისთვის არსებული თვე იქნება კომუნიკაციებისა და კავშირების თვე. პირდაპირ მნიშვნელობით არსებულ პერიოდში გაგეხსნებათ სიტუაცია, როდესაც უფრო გაგიადვილდებათ კომუნიკაცია გარშემოყოფებთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობები, შეიძლება იყოს ზოგადად კომუნიკაციები სამსახურის თემაში, მეგობრების თემაში, ნათესავებში და ასე შემდეგ. ანუ მთელი თვის განმავლობაში მხარდაჭერას გარშემოყოფებისგან სრული სიტყვის მნიშვნელობით იგრძნობთ და გექნებათ მომენტი, რომ თქვენ მარტო არ ხართ, რომ თქვენ რთულ სიტუაციაში შესაძლებელია დაგიდგეს გვერდით ადამიანი, რომელიც გაგამხნევს. ასე რომ თვე საკმაოდ ისეთი არის, სტაბილური არის და საიმედოობის მაჩვენებელი არის, მომცემი თვე არის, ხო? ზოგადად ფინანსური კუთხით. ფინანსების კუთხით ამომდის კონკრეტულად პაჟის ენერგიები, ესე ვიტყოდი, ხო, რაღაცა გრანდიოზული ცვლილებების მოლოდინი ნამდვილად არ უნდა გქონდეთ, იდეაში იქნება შემოსავლების თემა, მაგრამ ძირითადად გაწვდება ეს ყველაფერი ყოველდღიურობის სიტუაციაში, იმაში, რაშიც გეხარჯება. ანუ რაიმე დამატებით გრანდიოზული სიახლეები ფიზიკურად ამ თვეში საერთოდ არ აჩვენებს. და რა თქმა უნდა, ნახოთ სიყვარულის თემები, სიყვარულის კუთხით მიჩვენებს, რომ ეს იქნება თქვენთვის საბედისწერო პერიოდი. ეხლა ეს რას მოიაზრებს? პირდაპირ ამოდის ბედისწერის ბორბალი, ეგრეთ წოდებული ფორტუნის ბორბალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არ იმყოფებით ურთიერთობაში, შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, გაიცნოთ, ვისთანაც გქონდეთ გარკვეული სახის კომუნიკაცია და საომალოდ თქვენ სიტუაციებში ისე გადაიკვეთოთ, რომ მოხდეს თქვენი ურთიერთობის რეალიზირების თემა. ისინი, ვინც იმყოფებით ურთიერთობების თემაში ან გაურკვეველ თემაში, არსებულ პერიოდში გექნებათ გარკვევადობა და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდებით თემაში, რომ всё აგრძელებთ ურთიერთობას ისე როგორც საჭიროა თუ იშლებით სიტუაციურად. მიხვდეთ, ხო, ანუ საბედისწერო თემა არის თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული თვე ცოტა უფრო მეტად შეიძლება გარკვეული კუთხით იყოს სტრესული იმ თვალსაზრისით, რომ მეტი მუშაობა დაგჭირდეს და მეტი საფიქრალი ქონდეს იმ კუთხით, სად როგორანაირად მოიქცეთ და რა გააკეთო. ანუ შენი სიტუაციების მხრივ მთელი თვის განმავლობაში გექნება საფიქრალი სიტუაცია და მუშაობის პოზიცია, უფრო მეტად მენტალური მხარისა, თითქოს უფრო მეტი ჩართულობა გექნება იმაზე, შენი რეალობა როგორ შეცვალო. თავარი არის, რომ არსებულ თვეში არ დანებდე, მაქსიმალურად გამოიმუშაო ინსტინქტი, რომ შენ ამ ყველაფერს გადალახავ, შენ ეს ყველაფერი გჭირდება და შესაბამისად მოდით ვნახოთ ზოგადად როგორი იქნება სიტუაციები. და მე უკვე გარკვეული კუთხით აი ამ რაღაცა თავგანწირვის თემას რო განახორციელებ, დაფასების მომენტი რესურსის კუთხით სიტუაციად მოგეცემა. შეიძლება ცდუნებების თემებიც გქონდეს, შეიძლება პატარ-პატარა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეშმაკის არკანი ეს ცდუნების გარდა კიდევ არის რა თქმა უნდა რესურსული სიტუაცია. ანუ ფაქტიურად ეს რაღაცა თქვენი შრომა და წვალების სიტუაცია პირდაპირ მნიშვნელობით დაფასებული იქნება. თავარი არის რომ არსებულ თვეში მეტად იყო პოზიტიურად განწყობილი და არის ზარმაცო სიტუაციურად. ზოგადად ფინანსების კუთხით რა სიტუაცია გექნება, შეხედეთ აქ რაც გითხარით, მეტი მუშაობის თემა და ბალანსირების თემა ამოდის. ფინანსური თემები მიჩვენებს, რომ შემოსავლიანი იქნება არსებული პერიოდი, გექნება სტაბილურობა, ვერ გექნება საწუწუნო თემები პირდაპირ მნიშვნელობით, ფინანსების კუთხით სტაბილური ნაყოფიერი პერიოდის მდგომარეობა არის და ურთიერთობების კუთხით ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ
თუ ხართ რაიმე გარკვეული სახის ურთიერთობაში, როგორც ხართ, იგივე სტატუსით გააგრძელდება ეს ყველაფერი და იგივე სიტუაციებში იმყოფებით, თუ არ ხართ ურთიერთობების თემაში, ნაკლებად სავარაუდო არის, რომ ვინმესთან რაიმე სახის ურთიერთობა წამოიწყოთ. ანუ თითქოს მაისის თქვენთვის მეორე ვარიანტის წარმომადგენლების ურთიერთობებისთვის არის როგორც გასვენების თემა, მოშვებული სიტუაცია, ანუ ძირითადი აქცენტი არის ფულის თემებზე გადანაწილებული და საქმიანობის თემაზე, ეს რასაც მიჩვენებს, ხო? გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ მაისის თვე, შეიძლება იყოს დღესასწაულების პერიოდი თქვენთვის, წვეულებებზე სრიარული, დაბადების დღე, პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ფაქტობრივად თუ სამხიარულო სიტუაციებში იმყოფებით და სამხიარულო თემებში ტრიალებ პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ მთელი თვე, როგორც ეწყობათ, აშფანდურის ხასიათზე იქნებით და ისეთ სიტუაციები შეიქმნება, რომ სულ დასავლეთი თემები შეიძლება მოგზაურობის თემაც იყოს გარკვეული კატეგორიისთვის აქტიურობის პერიოდი გეწყებათ. ფინანსების კუთხით რა მდგომარეობა გაქვთ? იმპერატორი კაცი, საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ ნაყოფიერი, ამავდროულად ვერძის ნიშანი არის, ცეცხლოვანი ენერგიები არის, ანუ ფინანსების კუთხით იქნებით მოწოდების სიმაღლეზე და საკმაოდ ძლიერ პოზიციაში, რაღაცა გინდა აიღე, გააკეთე, მიიღე შედეგი. აი ესეთ ენერგიებში იქნებით. და რა თქმა უნდა, სიყვარულის კუთხით, რასაც მიჩვენებს ამადეს სიხმლების მეფე. ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტად ეცადე, რომ შენი სიმკაცრე შეამცირო, არ იყო ზედმეტად კატეგორიული და არ იყო ზედმეტად მომთხოვნი. რომ არ იყო გარკვეული სახის კონფლიქტურ თემებში, ცოტა მიდგომები შეცვალე. მთლიანობაში აი ამ თემას თუ გადალახავ სიცივის პოზიციას, მოდიხმლების მეფე როგორიც არის, ხო? შემდეგ უკვე რა სიტუაციები გელოდება? მერე უკვე დამუშავება და გააზრების პერიოდი მოვა. უბრალოდ შენ მიგაჩნია, რომ თუ ბარიერები არ დააწესე და შენ სიმკაცე არ გამოიჩინე, თითქოს ყველა თავს გესხმის. ესე არ არის. უბრალოდ რაღაცა მომენტებში უნდა გაარჩიო, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე პირდაპირ მნიშვნელობით. ასეთი იყო არსებული ვარიანტებისთვის თვის პროგნოზი, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას.